Გამარჯობათ ყველა პატიოსანო ხალხმა, приветствую весь добропорядочный люд. Туда же мир. Добропорядочный люд, приветствую вас всех. Я это видео запишу на двух языках, на грузинском и на общедоступном русском. Короче, чему-то было халхо. Раминда в тквада разы минда вилапарако. Вилапараке ერთ ადამიანს ხოდა короче წარმოიდგინეთ ახლა აი წარმოიდგინეთ ყველამ ადამიანს გარდაეცვალა დედა და ადამიანს არა აქვს იმის საშუალება რომ ჩამოვიდეს საქართველოში და დააგრძალოს დედა ბოლო გზაში გააცილოს რა ვიცი მე მთავრობასთან ამ ეხლანდელი მთავრობას საქართველოში ვინცა მე არაფერი პრეტენზია და პრობლემა არ მაქვს ამ მთავრობასთან просто ერთი რაღაცა მაინტერესებს აი რით ჯობი ხართ მაშინ თქვენი მთავრობა რით ჯობია იმ მთავრობას რომ მიშა რო იყო სააკაშვილი просто რით ჯობი ხართ იმათ თქვენ ერთი უკეთესი ერთი გააკეთეთ კაცური რომ მოდით ამნისტია გააკეთეთ და ხალხი გამოუშვით ეს საღოლ მანადეს და ღმერთმა გაგიმარჯოთ კი მაგრამ ეხლა აი ეს კანონი ვინ შემოიტანა რომ ქურდებს ართმევენ პასპორტებს და ართმევენ გრაჟდანსტვას მოქალაქეობას როგორ შეიძლება ეს კონსტიტუციაში არა ეგეთი რაღაცა რომ რადგან ქურდია ამიტომ წავართვათ მოქალაქეობა წავართვათ პასპორტი და მოგტენია პატრონი ეს არ შეიძლება კაცო ადამიანი საქართველოში დაიბადა საქართველოში გაიზარდა საქართველოში ყავს ყველა და ართმევთ თქვენ საქართველოს მოქალაქეობას და არაძლევთ იმის საშუალებას რომ ადამიანმა წელწადში ერთხელ ერთი თვით მაინც რო ჩამოვიდეს საქართველოში ისიც რო ჩამოვა თქვენი კონტროლის ქვეშ იქნება პოლიციის კონტროლის ქვეშ ის ერთი თვე და თუ კი ის დაარღვევს აი იმას რაც იქნება დაგავრში რომ ჩამოდიხარ ან გასვენებაში ან დაბადების დღე ან ქორწილი დაუშვათ ხო თუ კი დაარღვია ადამიანმა კანონი ხო დაიჭირეთ და დააჯინეთ ციხეში მაგრამ კაცი იმიტომ რომ კაც ქურდის სახელი აქვს და ხალხი პატივს სცემს და რაღაცა ამიტომ არ უშვებთ საქართველოში ამიტომ ართმევთ საბუთებს ართმევთ მოქალაქეობას და ყველანაირად ყავთ გაკეთებული როგორც izgoები როგორც აი წადით სადაც გინდათ როგორც საწავიდნენ დაიბადნენ საქართველოში აი რაკნას ამ ხალხმა გადაცვენილები არიან ევროპაში და თურქეთში და მთელ მსოფლიოში არიან გადაცვენილები რაკნან ხალხმა ისინიც ხალხია მათაც ყავს დედა მამა შვილი ძმა და სისხლიდან და ხორციდან არიან ისინიც როგორც თქვენ და ჩვენ ხო და ეს რა უბედურებაა რომ ყველაფერი როა ყველაფერში აზღუდულები რო არიან თქვენ მთავრობის გამო მიშამ დაიწყო თქვენ აგძელებთ აწიდა თქვენ გააკეთეთ ცოტა სნისხაჟდენია და რაღაცა გაუკეთეთ ხალხს კემაინც ისე რომ აი თუ ვინიცობას ეგეთ ადამიანს გარდაეცვალა ვინმე ახლობელი რომ ჩამოვიდეს ადამიანმა ტირილზე იტიროს მისი ნათესავი მისი ახლობელი და გაბრუნდეს წავიდეს დარჩენით არავინ არ დარჩება ხო და ის დრო რო იქნება მაგ ის ერთი თვე თუ ორი კვირა იქნება თუ სამი კვირა იქნება პოლიციის თვალყურ под присмотром полиции. Туки винიცობას
დაარღვია გავიმეორებ კანონი ამ დროში რო აქ იქ იქნება საქართველოში მაშინ დაიჭირე და მიეცეს როკი რაზეც დაარღვეს ხო და თუ კაცმა არ დაარღვია და სახში ზის და კი ახლა ვიღაცა მივა ვიღაცა მოვა რაღაცა იქნება ხალხი ამდენი ხანი არ ყოფილა საქართველოში მაგრამ ყველაფერს ხო უნდა კონდეს მისი რაღაც რამკა და რაღაც ადამიანური ფარგლები მე მგონი ეს თქვენთვისაც კარგი იქნება ახლანდელი მთავრობისთვის ეს მაგრად წინ თქვენ წაგწევთ იმიტომ რომ თქვენ ქურდს მიცემთ იმის უფლებას რომ ჩამოვიდეს თუ კი რაიმე არა დემოკრატია თქვენ ხო ამბობთ რომ დემოკრატია გვაქვს ქვეყანაში ხო აი ეს არის დემოკრატია აბა ნახეთ ევროპაში ადამიანი ცხოვრობს თუ კი იციან რომ პრესტუპნიკია იციან რომ რაღაცა არის მაფიოზია თუ რაღაცა არ ვიცი იქ ევროპაში სულ სხვანაირი სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობენ იქაურები ხო მაგრამ იქაც სხვა დამნაშავეთა სამყარო მაგრამ იმიტომ რომ ის რაღაც ბანდის უფრო ის არის ავტორიტეტი იმას მაგიტო არაჯენენ ციხეში და იმას მაგიტო არ უშობენ მის ქვეყანაში სადაც დაიბადა და გაიზარდა იმას უყურებენ და თუ დაარღვია და თუ კი რაიმე უნახეს ისეთი რომ დაუმტკიცონ და ის მაშინ აძლევენ სროქს კი მესმის არ არის პრობლემა მხოლოდ იმიტომ რომ კაცი სახელი აქვს ქურდის და ამიტომ ციხეში ჩავაჯინოთ და წავართვათ ყველაფერი და დავღუპოთ და ამოვდუგოთ და ეს არ შეიძლება ეს არ არის დემოკრატია ეს არ არის დემოკრატია მაშინ არაფრით არ ხართ თქვენ მიშაზე უკეთესი აი არაფრით Я знаете о чем хочу поговорить вот в Грузии да в Грузии стали у воров отнимать, забирать гражданство, забирать паспорта, лишать их гражданства. Люди, которые родились и выросли в Грузии, вот они живут, сейчас все скитаются по всему миру. У человека умирает или мама, или папа, или еще, не дай бог, кто-то, да? Они не имеют права приехать, хотя бы похоронить своего родного человека и уехать. Так дайте им возможность такую, вот дайте им, допустим, 2 недели, 3 недели в год, там 1 раз, или в год 1 раз в месяц. Пусть они уже сами лавируют, как они могут приехать и уехать. И когда будут приезжать на какие-то там или похороны, или свадьба будет, или что-то такое, да, он будет находиться под вашим контролем. Но если он нарушит закон за это время, которое он будет там находиться, тогда уже сажайте его в тюрьму. Но не пускать человека в Грузию и отнимать у него гражданство, паспорт и сажать его в тюрьму за то, что у него есть имя, это неправильно, это не демократия. Чем тогда вы отличаетесь от Михаила Саакашвили? Вот чем от его партии? Они точно так поступали. Вы сделали одно, конечно, очень хорошее дело, что когда вы пришли к власти, вы сделали хорошую амнистию. Да, дай вам Бог здоровья. Но на сегодняшний день люди не могут приехать маму родную похоронить, отца похоронить. Там у кого-то сын умер, не смог приехать похоронить, у кого-то там... Ну, это неправильно. Это как-то закон сделайте в законе, как-то что-то поменяйте, как-то что-то сделайте так, чтобы им, как гражданам Грузии, родившимся и жившим в Грузии людям, дать возможность в год 1 раз приехать, не дай бог, что-то случится, вот такое, горе или свадьба, или что-то такое. В год 1 раз, да, месяц, вот, в год месяц. И пусть они сами этот месяц уже распоряжаются там,
на неделю приедут или на 10 дней и уедут, и оставят 20 дней, а вдруг, не дай бог, что случится еще. Но они будут под вашим контролем находиться там. Конечно, скажите, чтобы не было вот этих сходок, не было этих собраний, чтобы люди не ходили к ним. Да, конечно, кто-то придет, кто-то уйдет. Они столько времени не были дома. Конечно, кто-то придет, навестит их. Конечно, кто-то придет поговорить с ними. Но все в рамках закона и все в рамках человеческих. Я думаю, это для вас и для вашей партии это будет плюс. Почему? Не то, что вы ворам даете добро приехать там на похороны или на свадьбу. Нет. Вы покажете, что вы партия демократическая, и вы демократически живете демократией в стране. И есть в стране демократия. В России могут ездить, кто-то из воров может в Россию поехать и живут в России. А человек, который родился и вырос в Грузии, он не может приехать в свою страну в год раз там на какое-то там мероприятие, которое семейное. У всех семьи в Грузии, у всех. Я думаю, все-таки, может, конечно, мои слова, может, для правительства сейчас грузинского это немного что значит, но может кто-то из депутатов или из там правительства, кто-то услышит или кто-то кому-то расскажет, ан гайгонებს ვინმე მთავრობიდან, ან ვინმეს მოუყობა ჩემ სიტყვებს. ახლა მე ვიცი, რომ ჩემი სიტყვები მაგათთვის მანდამაინც დიდი მნიშვნელობას არაფერ მნიშვნელობას არ გამოხატავს მაგათთვის. მე ვინა ვარ მაგათთვის? არაფერი, არავინ, ხო? მაგრამ ვინიცობას რა ვიცი, ღმერთმა ქნას და ვიღაცა მოუყვა ვინმეს, რომ ბიჭო, აი ასე, აი მოусმინე რა თქვა ამ კაცმა. აი ამას თქვენ თუ გააკეთებთ და ღმერთმა ქნას ეს მოვა თქვენ ყურამდე და თქვენ ამას გააკეთებთ, დამიჯერეთ, თქვენ კიდო 10 წელი იქნებით საქართველოში თქვენი პარტია. ყველაზე ცოტა. Всем желаю здоровья, мира, быть на свободе и божеского благословения. Храни вас Всевышний Господь Бог. Берегите себя.